შეშალათ თუ შეარჩიეთ მე ვფიქრობ რომ ჩვენ არაფერი არ შეგვშლია ოკუპაცია როგორც ასეთი რუსეთის ოკუპაცია ჩვენ და სამწუხაროდ უკვე საკმაოდ დიდი ხანია არის საქართველოს ტერიტორიაზე საკმაოდ დიდი ხანია ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორია და ნუ ბოლოს 2008 წლის შემდგომ უკვე წლები გავიდა რომ ცოცხალი ოკუპაცია მიმდინარეობს ჩვეულებრივი ოკუპაციის შემდგომ აქედან გამომდინარე ეს თავისთავში არ გულისხმობს იმას რომ ჩვენ ან ცოცხალ ჩვეულებრივ ოკუპაციას არ ვაპროტესტებდეთ ან სხვა პრობლემები არ იყოს ქვეყანაში რომელსაც უნდა მივხედოთ მე ვფიქრობ რომ სააკაშვილის ხელისუფლების თავარი დანაშაული იყო ის რომ მან 20% ჩვენი ტერიტორიებისა თავისი ბრიყული გაუაზრებელი და ხშირ შემთხვევაში მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად აჩუქა რუსებს, ხოლო დანარჩენი 80%-ზე შექმნა ისეთი პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიური კლიმატი, რომ ეს 80%-იც გამზადებული არის იმისათვის, რომ დაიკარგოს. აუცილებელი არ არის, რომ დაკარგული იყოს ტერიტორია და ჯარი იდგეს. თუ ჩვენ ოკუპაციაზე და ტერიტორიის დაკარგვაზე ვსაუბრობთ. შეიძლება ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ქართული, ანუ საქართველოს სახელმწიფოს, ქართული სახელმწიფოს იურისდიქცია ავრცელდებოდეს. და ჩვენ და სამწუხაროდ საქართველოს ტერიტორიაზე გვაქვს ესეთი ადგილები, სადაც საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქცია ნაკლებად ვრცელდება, ან საერთოდ არ ვრცელდება. მე მინდა შეგახსენოთ ისტორიული მაგალითი, როდესაც ჩვენ რის პრევენციას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში. მე-19 საუკუნეში და ალბათ ახლა ისტორიკოსები დამეთანხმებიან, სულ რამოდენიმე ოსური ოჯახი ცხოვრობდა ცხინვალის რეგიონში. მაგრამ ჩვენი შემდგომი ხელისუფლებების უნიათო, გაუაზრებელი და ხშირ შემთხვევაში მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად ჩვენ მივიღეთ იქ ის ეთნიკური ბალანსი, რომელი ეთნიკური ბალანსი დღეს ჩვენ გვაქვს, რომელმაც შემდგომში წარმოიშვა სეპარატიზმი და სეპარატიზმმა გამოიწვია ჩვენი ტერიტორიის, ძირძველი ტერიტორიის, ცხინვალის რეგიონის დაკარგვა. ბატონ სანდრო, ამ მარშის სამოცანა არის რა? ამ მარშის სამოცანა არის პირველი, რომ მოვახდინოთ პრევენცია იმ შესაძლო საფრთხისა, რომლის შესაძლო საფრთხეზეც მე ახლა ვსაუბრობდი. წლების შემდგომ თუ კი ესე გაგრძელდა, წლების შემდგომ ჩვენ დავდგებით თბილისში იგივე ტიპის საფრთხის წინაშე, როგორი საფრთხეც, უпростоოდ როგორი საშიშროებაც არსებობდა წინა საუკუნის, მე-20 საუკუნის 10-იან წლებში, როდესაც თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 10%-ს შეადგენდნენ ეთნიკურად ქართველები. მე არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ ჩვენი თანამემამულეები, თანამოქალაქეები, ეთნიკურად არაქართველები არ არიან ამ ქვეყნის შვილები. ისინი ისეთივე შვილები არიან ამ ქვეყნისა და ისეთივე ბატონ-პატრონები არიან ამ ქვეყნისა, როგორც ჩვენ, ეთნიკური ქართველები. მაგრამ აქ საუბარი არის ახალი ტალღის შემოდინებისა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში თანამდევი არის კრიმინალით და სხვადასხვა უკანონო საქმიანობებით. აქ მიჩნდება კითხვა, როდესაც თქვენ რაღაცა კონკრეტულს აპროტესტებთ, პოლიტიკას კონკრეტულს, სავარაუდოდ ამას უპროტესტებთ ხელისუფლებას, მაგრამ როდესაც თქვენ ჩაივლით იქ, სადაც თქვათ თავმოყრილია ან კლუბებია, ან ცხოვრობენ ადამიანები, თუნდაც არალეგალურად მცხოვრებნი, ასეთი გამოცდილება ქართველებს აქვთ, ისინიც ბევრნი არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, საზღვარგარეთ არალეგალურად. რა დანიშნულება აქვს ამას? აშინებთ მათ? როდესაც იქ გაივლით, თუ რა ფუნქციით უნდა